შეხვედრაზე მივიდივარ და მივხვდი რომ ხნეობისთვის ყოველთვის რას ვაკეთებ, იცნებ ქართულს. ანუ ესეც ქართულია, საერთოდ ქართულია, ჩვენც ქართულია. აბათ ქართულია. ყველაფერი არის აბსოლუტურად ქართული და მაძლევს რაღაცნაირ ძალას. და ზოგადადაც მგონია რომ ჩვენი ქართველი დიზაინერები ყოველთვის ჯობიან. საერთოდ ხალხო ვინც ხართ ემიგრაციაში, ჩემსავით გაითვალისწინეთ, როცა ჩადიხართ საქართველოში, ან როდესაც ვინმე მოდის აუცილებლად თხოვეთ ხოლმე რომ ქართული დიზაინერების რაღაცები წამოგიყვან. ჯერაც ერთი გიხარია, შენი რო არის და ქართული როა. მეორეც ერთი ისეთი რეაქცია აქვს აქ უცხოელებს. ძალიან უცხოა ქართული გემოვნება და ძალიან დახვეწილი და განსხვავებული და ძალიან მოსწონთ და სულ მეფიქრება სომხური კონიაკის ისტორიაზე. ეს არის როცა ემიგრანტი სომხები ჩამოვიდნენ ნიუ-იორკში და დაიწყეს ყველა ალკოჰოლის მაღაზიაში შესვლა და თქვა რომ ხომ არ გაქვთ სომხური კონიაკი და იქ პასუხობდნენ არც გაგვიგიეს როგორ ვთქვა არ გაგიგიათ ვაიმე შემოიტანეთ ფანტასტიკური რაღაცა ჩვენ ერთხელ გავსინჯეთ და გავგიჟდით და ჩვენ ვიყიდით მარტო 2 ყუთს და მაღაზიებმა დაიწყეს სომხური კონიაკი შემოდან. აი მიახლოებით ეგეთი რაღაცა რა შენიანს უნდა პოპულარიზაცია გაუკეთო, იმიტომ რომ შენიანია და მე ყოველთვის ესე ქართულ დიზაინერებს ყველგან მომწონს კიდეს, მაგრამ თან აი ყველგან სულ ქართული რამე მნიშვნელოვანი შეხვედრა. სადმე გადაიღება ყოველთვის ქართული წიგნი. ხალხო როგორც ცივა ფლორიდის მერე როგორც ცივა ნიუ-იორკში. აი ძალიან კაფკაფა ყავას რო შეუყვეთავ და სადღაც 2 წამში რო უკვე გადაყინულია და გარეთ რო ხარ ამ დროს არა უშავს კონცენტრირება, კონცენტრაცია, სილამაზე, უცინგლები